ფიქრობ, ეს პრობლემა მეტნაკლებად ყველას აწუხებს. მინდა გესაუბროთ ერთ თემაზე, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემთან. ჩვენ ადამიანები ზოგჯერ გაურბით პასუხისგებლობას. ავიღებთ რაღაცას ჩვენს თავზე და შემდეგ, როდესაც აღარ გვინდა, აღარ გვაწყობს, შეგვიძლია ჩვეულებრივ თავი გავინთავისუფლოთ. მე მინდა გესაუბროთ უპატრონო ძაღლებზე, რომლებიც ჩვენს მიერ არის გადაყრილი ქუჩაში. რომლებიც ზოგი გადაურჩება ამ სასტიკ ცხოვრებას და აღწევს თავს, მოკლედ გაუმკლავდება ამ ცხოვრებას და იბრძვის თავის გადასარჩენად და ზოგი ძაღლიც, რომლებიც სახლში გაზრდილები არიან და შემდეგ ასე ვთქვათ გადაგდებულები არიან ქუჩაში, ასენი ძალიან იშვიათად თუ გადარჩებიან ხოლმე. მე მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, რაც მე შევედი. ფიქრობ ძალიან საინტერესოა. ეს ჩემი პროექტი არის ტყეში, ტყესთან. აქ ეხა მგლებიც არიან, ტურები ხო საერთოდ, მელიები, მოკლედ მტაცებელი ცხოველები არიან ძალიან ბევრი აქ, რომლებიც თქვა ძალიან დააზიანებენ ჩემს პროექტს. და ვეძებდი ძაღლს, ძველ ძაღლს, ფერმაში იქნებოდა და დაიცავდა რა და თან მივხედავთ. მოხდა ასეთი რამ. შარშან მარტის თვე იყო, თოვლი რომ მოვიდა. გადმოდივარ ჩემ ფერმაში, რას ვხედავ? გამხდარი, სიკვდილის პირას მისული ძაღლი ძალაც კი არ ქონდა. და მოკლედ შემეცოდა ეს ძაღლი და წავიყვანე, სახლში ავიყვანე, სადაც ცოტა ვაჭამე, ძლივს დადიოდა რა, თვალებიდან ვერ იყურებოდა, ბრმა მეგონა თავიდან, შიმშილისგან ისე იყო დასუსტებული. გადავწყვიტე რომ ეს ძაღლი დამეეტოვებინა ჩემთვის და ხა მე დიდად ვერ ვეკვევი ამ ჯიშებში და ამ ძაღლებში, არასოდეს ყოლია ძაღლი. პირველი რაც იყო, ჩემ მეგობარს ყავს ძაღლი და იმას უფრო აინტერესებს. გადავუღი ამ ძაღლს სურათი და გაუგზავნე, მეთქი ეს ძაღლი მოვიდა მეთქი ჩემთან თქო რა და მგონია რომ რაღაცა ჯიშიანი ძაღლია თქო და თუ იცი რა არის. მომწერა რომ ეს ძაღლი კანე კორსოა, სუფთა ჯიში. კარგი ძაღლია ზოგადად. ცველია, ნუ რაც ჭირდებოდა ის არის. და ძალიან გამიხარდა. ეხა გაგაცნობთ ჩემ ცუგას. მაქს, გამომაჯოს მაქს, როგორ ახარ? აგე ეს არის ცუგა. აი ეს ძალიან მაგარი ცუგა, ძალიან ტკბილი ცუგა. ძალიან მოსიყვარულე. რაო ცუგი, რაო. მოიცა გიშვებ ახლა. დავიდა. მაქს. მაქს. მოდი მაქს, მოდი. ძალიან გთხოვთ, სანამ გადაწყვეტთ შინაური ცხოველის შეძენას და მათზე პასუხისმგებლობის აღებას, კარგად დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა, რომ მათით სიცოცხლის ბოლომდე უპატრონოთ. თუ გაინტერესებთ უფრო მეტი შეიტყოთ ჩემი ფერმის შესახებ, გამოიწერეთ ჩემი არხი.